5დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია შავგულიძე თავისუფალია. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის შეურაცხყოფას ედავებოდა. ლიკა ბასილაია შავგულიძე 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ძალადობრივად დააკავა. ბრალდების მხარის მტკიცებით ლიკა შავგულიძე ომის სამართოდ იგინებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს. კერძოდ მიმართავდა სიტყვებით თავხედებო, რუსებო, მოღალატეებო. სასამართლო პროცესზე ჟურნალისტმა თქვა, რომ არავისთვის შეუგინებია, თუმცა პოლიციის მისამართით სიტყვა რუსი გამოიყენა. ძალიან მადლობელი ვარ ამ რეჟიმის და თავის დაუნებურად მაგარი საქმე გააკეთა. ჩვენი ყველამ გავიცანით ერთმანეთი, ახალგაზრდა თაობა და ძველგაზრდებმა აი ვიპოვნეთ ერთმანეთი. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ დავწმუნდი და კიდევ უფრო 100%-ით, რომ არ დაუთმობს რუსებს. ეგ არის გამორიცხული. ისეთი ბავშვები გავიცან, ისეთი მებრძოლი გოგოები ხალხო, აი იდეალისტები, პატრიოტები, თავდადებულები, რომელსაც არაფერი არ